მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აგორა პოდკასტში. მოხარულები ვართ რომ გვისმენთ და შემოგვიერთით. იმედია საინტერესო საუბარი და განხილვა გამოგვივა. ეს იქნება ჩვენი პირველი special episode, ხო ასეა? ასეა, რადგანაც მოდის საფულის სარდადეგები და ჩვენც ცოტა ხნით დასვენებას ვაპირებთ, გადავწყვიტეთ რომ კონტენტის გარეშე არ დაგტოვოთ და ჩავწეროთ რამოდენიმე special episode, რომელიც ჩვეულებრივი განრიგის მიხედვით გამოვა. და მაინც რომ დავაზუსტოთ კონცეპტუალურად ფორმატის დონეზე რას გულისხმობს special episode-ები, გვექნება რაღაც კონკრეტული კითხვა ან კითხვები არჩეული, კონკრეტული თემები, რომელიც ჩვენთვის საინტერესო არის და რელევანტური და ამ თემების გარშემო ვისაუბრებთ, გავაცვლით აზრებს და შედარებით რაღაც უფრო ახალი და განსხვავებული იქნება ჩვენი ტრადიციული ყოველკვირეული ეპიზოდის, როცა მიმოვიხილავთ მთლიანი კვირის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და რა ვიცი, მგონი კარგი უნდა გამოვიდეს. ვფიქრობ რომ კარგი გამოგვივა, თან შედარებით light თემები, შედარებით უფრო ახალგაზრდებისთვის საინტერესო, განსაკუთრებით დღევანდელი თემა, რაც საერთოდ ახალგაზრდულ ცხოვრებას, ოციანებს და უნივერსიტეტის პერიოდს შეეხება. საერთოდ რა ჩვევები გვაქვს ხოლმე ახალგაზრდობაში? პირველ რიგში, ვინც უნივერსიტეტში დადის და ვინც სწავლით არის დაკავებული, რა თქმა უნდა, დიდი კონცენტრირება სწავლაზეა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენც როგორც ახალგაზრდებს სურს გართობა, ხანდახან გავდივართ გარეთ მეგობრებთან ერთად, მივირთმევთ საკვებს ან უბრალოდ სათამაშოდ ან უბრალოდ სალაპარაკოდაც. ხო ასეა და ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი სწავლასთან ერთად რო არ ხდებოდეს, ბევრად უფრო მოსაწყენი და არანაყოფიერი იქნებოდა ცხოვრება. ნუ ეგ თავისთავად და მე როგორც ხედავ მაგალითად ოციანებს, ეს არის ძალიან ხელვარე, ძალიან გარდამავალი ეტაპი, უამრავი სირთულით, უამრავი გამოწვევით, არასიცხადით რაც თავარია, მაგრამ ამავდროულად სიახლეებით და უამრავი შესაძლებლობებით, რომელიც მართლა ჩვენს თვალსა და ხელშუა ჩნდება და ქრება. თუ აი ზოგადი წარმოდგენა რა მქონდა, რა მაქვს ახლა როგორც 21 წლის ადამიანს ოციანებზე, რომელიც უკვე ახალი კლუბის წევრი ვარ ოციანების, ჩემთვის ეს არის ძალიან უცნაური ეტაპი, ცოტა მისტიკურიც, ცოტა ამოუხსნელი, პარადოქსულიც. ერთ შეხედვით აქ არაფერი დიდი აღზე გარდამტეხი ეტაპი ცვლილება არ არის, ან თუნდაც ბიოლოგიურად ან სხვა კუთხით, მაგრამ ის უნდა ვთქვათ, რომ ამ დროს ადამიანი საერთოდ სხვა ეტაპზე გადადის ცხოვრების, სამყარო უფრო დიდი ჩანს, ჯერ არ ვიცით ცხოვრების თამაშის წესები, უფრო მეტი პასუხისგებლობა გვაქვს ჩვენი საკუთარი თავების წინაშე, ისევე გარემოს წინაშე. თან როგორი საინტერესოა, ხო? აი დამოუკიდებლობის პირველი გემოა. სახლის დატოვება ალბათ სადაც გაიზარდე, დისტანცირება იმ ხალხისგან, რომელიც უკან დაიტოვე. საკუთართავს უნდა მიხედო, შეიძლება ქირა უნდა გადაიხადო, სახლიც ალბათ მისალაგებელია, საჭმლის კეთებაც უნდა ისწავლოთ. თან ის ხდება რის პარალელურად, ხო? ცხოვრობ უნივერსიტეტის ცხოვრებით, როგორც თქვით, კიდეც ცდილობ რაღაც პროფესიული გამოცდილებას მიიღო, ეს შესაძლებლობები გამოიყენო სასიკეთოდ და საფუძველი ჩაუყარო შენ ცხოვრებას და კარიერას სამომავლოდ. თვითგაცნობიერების წლებია და ამასთანავე არა მარტო იკვლევს საკუთარ კარიერულ გზას, არამედ დამოუკიდებელ ცხოვრებასაც ეჩვევი. დამეთანხმები რომ როცა ოჯახს სახლს ტოვებ და გიწევს მარტო ცხოვრება, ის ყველაფერი რაც სახლში ხდება ხოლმე, ლაგება, საჭმლის კეთება, ეს ყველაფერი უკვე შენს თავზე გადმოდის და ვისაც ამასთან შეხება არ ქონია უფრო ბავშვობის წლებში, მისთვის ბევრად უფრო რთული იქნება. და ნუ ამასთანავე რა თქმა უნდა, ყველა დამეთანხმება ალბათ რომ ეს ყველაფერი ძალიან დამხლელია და ლაგება და საჭმლის კეთება ჩემი აზრით ყველაზე ცუდი საქმეა, რაც კი მithumetes ბიჭებისთვის.
ძალიან დაყოლილია და საერთოდ არანაირი სრული არ აქვს რომ ვაკეთო ხოლმე. იცი მე ოციანების წლებს რა შევადარებდი ეს ჩემი დაკვირვება და შეიძლება მეტაფორად არ გამოდგეს, მაგრამ უბრალოდ გაგიზიარებთ სუბიექტურას. ოციანები გავს აი ახლა მხილვარე წყალში, რომ შეგაგდებენ ხარ რაღაცა გემით ან ნავით წარმოდგენილი, არ იცი ეს ნავი ეფექტურად როგორ გამოიყენო, როგორ მოახდინა წარმატებულად ნავიგაცია და სხვადასხვა კუნძულზე გიწევს გაჩერება, შევლა, გადაგავლა სხვა მიმართულებით და აი ასე საკუთარ თავთან კომფორტული ხდები, უკეთ შეიცნობ შენს თავს, რა შეგიძლია, რა არ შეგიძლია, რა გამოგვდის კარგად, რა გამოგვდის შედარებით ნაკლებად კარგად. რა არის შენი პლუსები, მინუსები როგორც ადამიანის და სად არის ეს როგორ თქვა, აი პოტენციალი და შესაძლებლობა განვითარებისა წინსვლის. ჩემთვის აი ამ ტიპის გამოცდილება არის, შენ რას ფიქრობ? ვფიქრობ კარგი ანალოგია რაც შემოიყვანე მხელვარე სხვა სადაც გაუცნობიერებელია სად წაგიყვანს ან შენ როგორ მოახერხებ ამ ყველაფერთან გამკლავებას და სტრესი ნერვიულობა ეს ყველაფერი ერთად რომ შევაჯამოთ ალბათ ადამიანისთვის ეს არის ყველაზე რთული წლები ბევრად უფრო რთული ვიდრე აი რასაც ეძახიან 18 წელს რო გახდები და სრულწლოვანი ხარ თითქოს და ბევრად უფრო დიდი ყურადღება გჭირდება, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე, იმასთან შედარებით თუ რა გემართება როცა ხდები 20 წლის. სულ თუ არაფერი, აი მარტივადაც რო თქვათ, ეს არის პირველი წლები და პირველი სერიოზული ადამიანური გამოცდილება, როცა ნუ ასე ვთქვათ, თავისუფალი ხარ, დამოუკიდებელი ხარ, გარკვეულწილად ისე თუ ასე. და თან ეს ცდილობები გაქვს ძალისხმევ რომ გახდეთ თვითყოფადი, არ იყო დამოკიდებული მაგათ ოჯახზე, მშობლებზე ან გარემოზე. აი ეს ახლა უცნაური, ცოტა ამოუხსნელი ოპტიმიზაციის ეტაპი არის, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. ას დასაწყისის დასასრული არ აქვს, მაგრამ მოიაზრებს 20-იან წლებიდან 30-იან წლებამდე ერთ დეკადას. და ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტიც, რომ უნივერსიტეტზე კონცენტრაცია განსაკუთრებით მათთვის, ვინც შედარებით უფრო რთულ კურსებს გადის, ბევრად უფრო ბეჯითია და ცდილობს რომ მომზადებული იყოს ყველა კლასისთვის, მათთვის ეს სტრესი უფრო დიდია და რაღაც მხრივ ბევრად უფრო დამღლელი ვიდრე სხვებისათვის. და როგორ ამკლავდება ადამიანი ამ ყველაფერს. მაგალითად, აი შენ მაინტერესებს, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ხარ ორგანიზებული შედარებით სხვებთან შედარებით და მაინტერესებს როგორ ამკლავდები ამ ყველაფერს. ნუ არ ვიცი, ეგ ცოტა საკამათო არის ალბათ, მაგრამ იცი რას ვიტყოდი? როგორ შენ თქვი, ოციანები გავს თითქოს სახლში ხარ და ეს სახლი იწვის. და ყველაფერს კეთება ერთად გიწევს. სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა აქტივობები რაც თავარია, ყველაფრის საწყისი და ოციანების აღნიშნული არის უნივერსიტეტის ეტაპი. როცა არ იცი რა გინდა ისწავლო, ან რა გინდა ცხოვრებისგან მიიღო, კარიერულად როგორ წარმოგიდგენია შენი თავი 5 წლის მე 10 წლის შემდეგ სხვადასხვა პერსპექტივებში. ამიტომაც ვიტყვი რომ ეს არის დრო და ეტაპი დაუსრულებელი ბრძოლის წვალების say trial and error შევეძახიან ცდის, ბევრი შეცდომის დაშვების, ბევრი რაღაცის ცდის, საკუთარი თავის გამოცდის რაც თავარია. და რაც შეეხება აი ასეთი შაბლონური ან რჩევა ან დარიგება ან რეკომენდაცია ხო არ მუშაობს. შენთვის უნდა გამოარკვიო რა მუშაობს და რა იქნება უკეთესი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვიტყოდი რომ უნდა ცადო უამრავი ახალი რაღაც და უნდა გადადგან აბიჯები, არასდროს არ უნდა მოახდინო ეს რაღაცა მე ვეძახი მას პერფექციონიზმის პარალელს. რაღაც შეიძლება ის არ გამოგივიდეს თავიდან, დამწყები იყო ან გამოუცდელი იყო და ამ რა უნდა შეგაჩეროს მოქმედებისკენ ან რაღაცის ახალი ცდისკენ. ამიტომ ვიტყოდი რომ აი ეს ცნობის მოყარეობა, დაინტერესება, გულისხმიერებაც, ცხოვრების სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები არის და კარგი იქნება თუ ადამიანები ამ პერიოდში ისეთ ნაბიჯებს გადადგამენ, რომელიც დაფუძნებული იქნება რაღაც კონკრეტული ინიციატივაზე ან ინტერესზე. ამასთან, როგორც თქვით, მარტო აკადემიური განზომილება არ აქვს ახალგაზრდა ადამიანს, იქვე არის სოციალური მიმართულებაც, როცა სოციალიზაციას ვიწყებთ, ახალ მეგობრებს ვიჩენთ, ახალ სოციალურ ჯგუფში ჩდებით. ესეც რაღაცნაირად სირთულეებზე გამოწვევს უკავშირდება განსაკუთრებით
აი ამ პერიოდში იწყება ადამიანები იწყებენ თავის საკუთარი თავის დაკარგვას ამ რაღაცა მხელვარებაში და შედარებას სხვა ადამიანებთან, რაც ძალიან ცუდი ტოქსიკური ჩვევა არის. აქვე დავამატებ, რომ ამ პერიოდისათვის ყველაზე დამახასიათებელი ადამიანებში, რაც კი მე შემჩნევი არის რაღაცნაირი შიში იმის თუ მე თუ ეს ნაბიჯი გადავდგი, რა მოხდება. ეს შიში ალბათ ყველაზე მეტად აფერხებს ადამიანის წინსვლას, იმიტომ რომ თუ შენ არ სცადე და არ გააკეთე ის რაც გსურს, ან ის რაც მიგაჩნია რომ ნაყოფიერი იქნება და გამოიყავს ისეთ ნაყოფს, რაც შენ გამოგადგება, მაშინ ალბათ ვერაფერს ვერ მიაღწევს ცხოვრებაში. ამიტომ ეს შიში რაც არის ადამიანში, ახალი გამოცდილებების მიმართ, ახალი სოციალური ჯგუფების მიმართ, უნდა დათრგუნოთ, შეცვალოთ მხიარულებით, სხვადასხვა გზნობებით, რათა ბევრ უფრო ეფექტურად მოახდინოთ საკუთარი თავის პოვნა და ასევე ამ წლებთან შეგუება. მე იცი რას ვიტყოდე ახლა ფრილანსერობას გავს შენ საკუთარ თავზე უნდა იმუშაო სულ განაკვეთს რა თქმა უნდა თუ ამის პირობა აქვს და ხელშეწყობილი ხარ და უზრუნო ყოფილი ხარ ცხოვრებაში ჩვენ რასაც ხა ვამბობ და განვიხილავთ ჩვენი პირადი გამოცდილებიდან ან რაღაც მიქსია ჩვენი პირადი ცხოვრების და იდეალური სამყაროში შედარებით ზოგადი იქნება ვიღაცისთვის გასაგები იქნება ვიღაცისთვის თუნდაც არ იქნება ისეთი ახლო ან საერთოდ მიუღებელი იქნება თუმცა დიალოგის და განსაუბრების მიზანიც ეს არის ხო იცი რას ვიტყოდი რამდენიმე ფუნდამენტური მნიშვნელოვანი ქცევა და ცხოვრების სტილის რაღაცა ასპექტებია რომელსაც გამოყოფდი მე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ხო გაგიგია ადამიანებისგან რომ აი ვინც ცოტა უფრო ასაკშია და ცხოვრება უნახავს რომ ნეტა ჯანმრთელობის მიმეხედა თავის როზე რომ ჯანსაღად მეცხოვრა აი ვიტყოდი რომ პირველ რიგში ყველაფრის საწყისი საფუძველი არის ფიზიკური სიჯანსაღია და კარგად ყოფნა რომელიც რა თქმა უნდა იწყება მძილით ჩვენ საკმაოდ რთული და გაუგებარი არეული ძილის რეჟიმი გვაქვს ხან რამდენი გძინავს ხან რამდენი ეს ბალანსი და ზომიერება ჩვენი ალბათ ყველაზე დიდი პრობლემაა თუ გავითვალისწინებთ დედლაინებს აჯენდას რაც გვაქვს ამ პერიოდში ასე რომ ხანდახან გვეპატიება თუნდაც სოციალიზაციას თუ ძალიან შევყევით ან რაღაც გართობას ესეც ნორმალურია ჩვეულებრივია არაფერი ამაში განსაკუთრებული ან ორდინალური და ნამოვარდნილი არ არის. კიდევ ერთ-ერთი ალბათ ხელშემწყობი იქნებოდა ფიზიკური აქტივობა, არა მაინც დარბაზში სიარული ან რაღაც სპორტით დაკავება, მაგრამ აი გასეირნება, ბუნებაში გასვლა, ასე ჩვენ თავს უკავშირდებით, ასე წიაღში ამოვდივართ და სხვა სინათლე დაესხიება ჩვენს იდენტობას. შენ ახსენე რომ მე ორგანიზებული ადამიანი ვარ და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ალბათ იმიდან არის გამოწვეული, რამდენად ჩვევაში მაქვს გამჯდარი ავტომატური არის ალბათ უკვე ეს დაგეგმვა და კალენდარის ქონა. იქნება ეს sticky note-ებით დაწერა კედელზე თუ მაგალითად რაღაც კონკრეტულ ასოციაციებთან მიბმა ან უამრავი აპლიკაცია არის ნოუთების შესაწერი ხო კომპიუტერში თუ ტელეფონში რომ რა გრას ვითხოვთ დღევანდელი დღეს და რა მინდა რომ მივიღო, რა მინდა რომ გავცე, რა შემიძლია გავაკეთო ხვანდელი დღესთვის გრძელვადიან პერსპექტივაში შესაბამისად დაგეგმვა და კალენდარის ქონა ჩემი აზრით საკმაოდ კარგი იდეა არის. კიდე რა შეიძლება ალბათ მე ადამიანი რომელსაც შეერა ადამიანების ტრანსფორმაციის ცვლილებების უკეთესობის ვიტყოდი რომ აი განათლება თვითგანათლება როგორც თქვი თვითშემეცნება საკუთარ თავზე დაოსტატება არა მარტო უნივერსიტეტს გარეთ უამრავი რესურსები არსებობს ხო ონლაინ ისე როგორც ოფლაინ საქართველოს გარეთ ძალიან დაკავშირებული გლობალიზებული სამყარო არის მით უმეტეს ჩვენ ისეთ თავვაროთ რომელიც კარგად არის ტექნიკასთან მეგობრულად არის და სხვა ენების განსაკუთრებით ინგლისური რომელიც ალბათ კონტენტის თავარი ენა არის აქ გულისხმობ აი ასე კურსებს რა თქმა უნდა ეს ტრადიციული ადამიანური აქტივობა კითხვის სახით პოდკასტების მოსმენას YouTube-ზე უამრავი ლექცია და ციკლი არის ატვირთული დარწმუნებული ვარ რომ ეს მრავალფეროვანი დივერსიფიცირებული წყაროები თუ იქნება განათლების და ცოდნის მიღების და ხელთ გექნება ინფორმაცია შეგიძლია იცხოვრო უკეთ და მიიღო უფრო როგორ ვთქვა წარმატებული და ნაყოფიერი გაწყვეტილებები, რაც თავისთავად ესახება შენი ცხოვრების დონეზე და ხარისხზე. და
ეს ყველაფერი დამავიწყდა მინდოდა ამის თქმა. აი ეს ყველაფერი რაც თქვი ეს ფუნდამენტური ასპექტები უნდა ჩაესვას რაღაც კონკრეტულ სისტემაში. აი როგორ წარმოგედგინე შენი იდეალური დღე როგორ ჩასვამდი ხო? მაგალითად როგორ დაიწყებდი როგორ გააგრძელებდი დღეს ან როგორ დაასრულებდი კვირა როგორი არის შენთვის ყველაზე მისაღები და ოპტიმალური თუნდაც მთლიანი წელი რო გადაანაწილო რაღაცა ბლოკებად. შეიძლება ეს იყოს ალბათ იცი ეს კონცეფცია ინტენსიურობის ბლოკები რო დღის ან კვირის ან წლის განმავლობაში როდის ხარ აქტიური ჩართული ყველაზე უნდა დატვირთული არსებობს სხვა ტიპის აი ესე ვთქვათ ფაზები როდის უთმობ დროს რაღაცა მექანიკურ საქმეებს კრეატიულ საქმეებს ასე რომ შენი საკუთარი ინდივიდუალურად მორგებული შენი რეალობიდან გამომდინარე ეს დაფუძნებული სისტემა გასაღები შეიძლება იყოს რომ მაქსიმალური მიიღო ცენებისგან და საუკეთესო ვერსია გახდეს საკუთარი თავის მქონი ძალიან გამიზარდა და ბევრი ვლობარკე სისტემასთან დაკავშირებით საინტერესოა შენ მასას რა იმიტომ რომ მე თითქმის არასდროს არ გვეგმო არაფერს ბევრად უფრო სპონტანური ადამიანი ვარ და ანუ ვაბალანსებთ ერთმანეთს ასე რომ ითქვას მე ვცხოვრობ როგორი სტილით თუ რაიმე უცებ გამახსენდა რომ ან მომიდა რომ გავაკეთო ესე იგი გამოდის რომ იმ დღეს ეს უნდა გავაკეთო და სხვა ყველაფერი მავიწყდება მაგრამ ეს იმას არნიშნავს რომ დედლაინებს და ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევ რა თქმა უნდა ჩემს სპონტანურობასთან ერთად ის ყოველთვის მაქვს აზრად რომ მე თუ ეს გავაკეთე რამდენი დრო დამჩება რომ მაგალითად დავალება დავწერო ან უბრალოდ გადავიკითხო მასალა რაც კი მჭირდება კლასებისთვის ან გამოცდისათვის და ეს ყველაფერი უნდა დაბალანსდეს ანუ წარმოვიდგენელია რომ ადამიანმა ყველაფერი სისტემატურად გააკეთოს იმიტომ რომ ეს სპონტანურობა რაღაცნაირ ხალისმატებს ცხოვრებას ამასთანავე რომ გავწდეთ ანუ იმ საჭიროებას რომ იყო სისტემატური და რაღაც ჟურნალი გქონდეს ერთ-ერთი კიდევ მთავარი რამ რაც არის სოციალურად როგორ ხარ საზოგადოებაში ვისთან ერთად გადიხარ გარეთ ვისთან ურთიერთობის ესაუბრები ეს ყველაფერი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ამასთანავე ის უნდა ვთქვა რომ როცა ადამიანს მიეჯაჭვები სოციალურად და ემოციურად შემდეგ უნდა მიხვდე რომ შეიძლება ის მომენტი გაჩნდეს, როცა ცვლილებების დროა. შეუძლებელია რომ ერთ ადამიანთან იყო მხოლოდ მიჯაჭვული და სხვასთან არ ქონდეს კომუნიკაცია. იცი მე რას ვიტყოდი, აი მგონი მიგიხდრას ამბობ და მე ეგრე მესმინება რომ აი ამ კომფორტის ზონიდან უნდა გახვიდე უცხო გარემოში, სადაც დაიწყებ ნეტვორკინგს, ხო? გაიცნობ ახალ ადამიანებს, მათ განსხვავებულ მიდგომებს, პერსპექტივებს, მოისმენ ახალ ისტორიებს, იდეებს რომელიც შეიძლება შენთვის საწვავი აღმოჩნდეს, ხო? რომ აი შინაგანად რაღაცა ძვრები და ცვლილებები დაიწყოს, რა თქმა უნდა, ამის საჭირო არის საკუთარ თავზე დროის და ძალისხმევის დახარჯვა, ინვესტირება საკუთარ თავში, აი გამრავალფეროვნება შენი უნარების, იქნება soft skill, hard skill-ები და აი ამ სვალებად თანამედროვე სამყაროში შენი თავის მომზადება, ხო? ამასთანავე ისიც მინდოდა მეთქვა, რომ ცხოვრებაში მოვა დრო, როცა შენ მოგიწევს, რომ ის სოციალური ჯგუფი დატოვო, სადაც იმყოფებოდი. ანუ არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ მე თუ აი ამ ადამიანთან ურთიერთობა დავასრულე, ამით ყველაფერი მთავრდება, არა. პირიქით, აქ კომფორტში უნდა იყო, იმიტომ რომ იმაზე უნდა ფიქრობდე, რა არის შენთვის უკეთესი და არა სხვისთვის. ვფიქრობ, რომ ადამიანები საერთოდ ეგოისტური არსებები არიან და საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება არ არის არასწორი არჩევანი. მე ასე ვფიქრობ. შეიძლება ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ეს ზუსტად ეგ მიდგომა იყოს, მაგრამ დაბალანსებულად. აი ოქროშუალის პოვნა ალბათ გადამწყვეტი იქნება. მოდი კიდე თუ მაგამდე მივედით აი დროის მენეჯმენტზე მოგვიწევს რამდენიმე სიტყვის გასვლა, იმიტომ რომ ალბათ ამ სისტემის ფუნდამენტია აი დროის მენეჯმენტი განსაკუთრებით როცა აი ამდენი ერთ შეხედვით სიუხვე არის ანუ ამ შესაძლებლობების და ამასთან სიუხვეა გვაქვს სიახლეების რთულია ხო ეს ფილტრაცია რთულია ეს რაღაცნაირად ამ წონასწორობის და ბალანსის პოვნა
და ამავდროულად აი ცდუნებები რაც ვახდენი განსაკუთრებულად ყოველდღიურობაში წამყვანი როლი ალბათ უჭირავს სოციალურ ქსელებს. და მოდი დავიწყებ იმის თქმით, რომ საკუთარი თავის რეგულაცია არაკონტროლიან რეპრესიამ დაჩაგვრა, არამედ რეგულაცია გარცნობიერებულ გაწოლების მიღება, არჩევანის რაღაცა განზრახ არჩევანი რაღაცნაირად ქვაკუთხედი იქნება ადამიანური და ნორმალური გამოცდილებისთვის, რასაც ამ პერიოდში ადამიანები გავდივართ. ხო და დროის მენეჯმენტი იწყება ალბათ მოქმედებაც, დროის მენეჯმენტი იწყება ალბათ რაღაცების დაგეგმვაც, თუნდაც განათლების მიღებაც, ეფექტურად და პროდუქტიულად. შესაბამისად, აი ეს ცდუნებები რა თქმა უნდა იქნება, საკმაოდ რთული არის ამ ყველაფერთან შეჭიდება და ბრძოლა. თუმცა, როგორც თქვით, აი ზუსტად ეს სისტემებია, რომელიც ამ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, ჩვენ უფრო თანმიმდევრს ვხვდის. შესაბამისად, უკეთესიც არის ცხოვრების ეს რაღაცა მომენტებიც. ამობენ რომ დროზე უფრო ფასეული არაფერი არ არსებობს და ამას ვერ დახვები, იმიტომ რომ დროს მართლაც ვერასდროს ვერ დაებრუნებ. ამასთანავე ის უნდა ითქვას, რომ სისტემატიურობასთან და ისევ დროის მენეჯმენტთან დაკავშირებით წაღნახსენე სოციალური მედია და აქვე მინდა ვთქვა, თუ საკუთარ თავს ვერ აკონტროლებ ან საკუთარ სპონტანურობას ვერ აუკებ, ასეთ რაიმეს გირჩევთ, რომ ან ყველა ახალგაზრდას დღესდღეობით აქვს სმარტფონი და სმარტფონებს აქვთ ფუნქციები, რათა შეზღუდოს რამდენი დროის დახარჯვის საშუალება გაქვს ნებისმიერ აპლიკაციაზე. და ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი ჩვევები და ეს ცუდი ჩვევები გარიყოთ და დააუგოთ, გიჩვენოთ, რომ ეს ფუნქციები გამოიყენოთ, რათა სისტემის თვითონ სმარტფონის სისტემის დახმარებით მაინც გააკონტროლოთ საკუთარი თავი. აი, ჩემი ესეთი რაღაცის კონტროლი და მართვა არის. მე უფრო მეტად წავიდოდი ამ მიმართულებით რიპორტ ის რაც ძალიან გაინტერესებს, უამრავი ცდის შემდეგ, რაც თქვენთან ახლოს მოდის და მნიშვნელოვანია და თქვენი თავი, თქვენი დრო და ძალისხმევა ამ ყველაფერში მიუძღვინეთ. კი ეს რაღაცა ძალიან კოუჩურად და ძალიან მენტორულად ჟღერს, მაგრამ ეს ასე არის. როცა მიზეზი გაქვს დილით გაიღვიძო, მთელი დღე რაღაცის კეთებაში გაატარო, ესე იგი სწორ ადგილზე ხარ და ეს რაღაცა ამას დავხვენ პოზიტიურ ძლიერ ენერგიას, რომელიც გამოძრავებს და უკეთესობისკენ გიბიძგებს. შესაბამისად, ეს გზა გასავლელია. კიდევ ერთი რამ, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით ამ ასაკში, რასაც ჩვენ ვართ, უნდა გყავდეს ისეთი ადამიანები, ვისთანაც შეგიძლია რომ ისაუბრო იმ პრობლემებზე, რაც გაქვს და ეს გააკეთო ყველანაირი კომპლექსის გარეშე. კომფორტის ზონა უნდა შეიქმნა ადამიანთან, რომელთანაც შეგიძლია რომ პირველ რიგში ენდო ამ ადამიანს და შემდეგ თვლი რომ მოგისმენს, ყურს დაგიგდებს, ამ ყველაფერს ემოციურად გაიაზრებს და ეცდება დაგეხმაროს, ან შენ თუ დახმარება არ შეჭდება და უბრალოდ საუბარი გინდა, აი ეს კომპანიონობაც გაგიწიოს და ვთვლი რომ ვისაც ყავთ ასეთი, აქ მხოლოდ ერთი ადამიანი საკმარისია, ვისაც ასეთი ადამიანი ყავთ, ვფიქრობ რომ არ უნდა გაგიჭირდეთ ასეთი პრობლემთან გამკლავება. მოკლედ რო ვთქვათ, იპოვეთ თქვენი ადამიანები და ამას დაჭირდება ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა სოციალიზაციის. თან აი მნიშვნელოვანია რომ აი რაღაცა პირად პატვისაცემდეს საკუთარ თავს, რაღაც საზღვრები ქონდეს და ღირებულებები და პრინციპები ქონდეს, არა ჩამოყალიბებული და აი კრისტალიზირებული, მაგრამ აი მოქნილი პლასტიკურიც. ალბათ ეს იქნება გადამწყვეტი თვისება თუ მდგომარეობა ადამიანის, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ცხოვრებას. ბევრი ადამიანის არა მარტო საკუთარ თავს. მგონი პირველი special episode საკმარისი არის, რაც ვისაუბრეთ, შემდეგ ეპიზოდებში შეგვიძლია ამაზე განვავრცოთ, ან თუნდაც სტუმარი მოვიწვიოთ. და შეიძლება ითქვას, აი შემაჯამებელი აზრები.
20-იანი წლები ნამდვილად სიგიჟე არის. ერთი დიდი გაუგებრობა არის, თუმცა შეგიძლია რომ დასამახსოვრებელ ლამაზ და სასიამოვნო გამოცდილება დაქციო. მაგალითად იმის მიღებით რომ ჰესტომები მარცხი არ არის, წინუამრები გამარჯვება, ადამიანი ხარ, ეს ყველაფერი მოსულა. წინ უკეთეს რაღაცები გელის თუ შენ მაქსიმუმს გაწვევ სამყაროს და მაქსიმუმს მიიღებ სამყაროსგან. ასე რომ უნდა დათქმე ალბათ მე ისიამოვნო. ეს არის გზა რომელიც უნდა გაიარო და ხო აკეთეთ ის რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და გაერთეთ ამასთანავე ეს გართობის წლებია და არა მხოლოდ გართობის, არამედ ექსპერიმენტების. და ისიც მინდა ბოლოს თქვა რომ 20-იანები იქნება ისეთი როგორც თქვენ გინდათ რომ იყოს. ალბათ საკმაოდ შესაძლებლად არა. ოკეი. და თქვათ რომ ჩვენი დიალოგი აქ მთავრდება, მაგრამ აზრები, კითხვები და კამათი გრძელდება როგორც ყველაზე ადამიანური აქტივობა. აგერ რჩება და იქნება გახსნილი ყველასთვის და ნებისმიერ დროს. წინ კიდევ ერთი სპეციალ ეპიზოდია. ასე რომ შეხვედრამდე. დროებით.